რუბრიკაში ავტომობილი ჩვენი სტუმარი იქნება იმედის დილის წამყვანი სპორტული ჟურნალისტი ვახო გაფრინდაშვილი. პრინციპში მე ვიქნები ვახო სტუმარი. თანახმოვარ. გოგა პიპინაშვილმა დაგიტოვა კითხვა და უნდა ვუპასუხოთ. შეადარონ თბილისში მოძრაობა ზოგადად თბილისს. ბატონი გოგას დამოკიდებულებას გავიზიარებ ნაწილობრივ, მაგრამ პატივისცემა მაინც შემორჩენილი არის, იმიტომ რომ აი ეხლაც ჩვენ ავტომობილმა გზა დაგვითმო, მე მას მადლობა გადაუხადე. მაყურებელმა გაგიცნა როგორც იმედის დილის წამყვანი? ძირითადად ხო, იმიტომ რომ იმედს დიდი დაფარო აქვს პოპულარული ტელევიზია. სანამ იმედში გადმოვიდოდი, მცნობდნენ ხოლმე ხმის გამო, იმიტომ რომ მე რადიოშიც მუშაობდი და ეთყობა ცოტა სპეციფიური ხმაც მაქვს და ტაქსის ზღოლები მოიცა მაესტრო. მანქანის მოვლასთან დაკავშირებით მაქვს ჩვენთან კითხვა. კაი რა, ეგ ვინ ჩემაცოლმა დაგაბარა ხო ეგ კითხვა. დილის ეთერს რომ მურჭი შარვალ კოსტუმით წავედი დაშლილებში ერთხელ. აი ამ ხელა პლასმასის რაღაცა ესეთი მრგვალი ჩიბუხი უნდა მეყიდა თუ სწორედ ვამბობ არ ვიცი და $150 მოგცემთ. და რო დავდიოდი, უფრო და უფრო იმატებდა ეს ფასები რა. დანეტყობა მემჩნეოდა რომ არ ვიცი კარგად ეს სფერო და მე მივხვდი რომ მატყუებდნენ და წამოვედი და მანქანაში რო ვждებოდი ვიღაც კაცი მოვიდა მოდიო ძმა 50 ლარი ღირს ვესო და 50 ლარი მომეცი და წაიღეო. ნუ გვატყუებთ ვინც ვერ ყვევით, არ შეიძლება ეგ. ვინც ერკვევა ის მოატყუეთ თუ მაგრები ხარ. სხვათა შორის მე ძალიან გვიან ვისწავლე მანქანის მართვა. ავიღე მართვის მოწმობა, მივედი სახლში, ავიღე მანქანის გასაღები, ჩავჯექი და წავედი სამსახურში და ზუსტად 50 მეტრის გავლის შემდეგ მივხვდი რომ მე მანქანის მართვა არ ვიცოდი. დაურეკე მამაჩემს მე. მევთხარი რომ მოვედი ამ გასაღებს რომ მოვკიდე ხელი. რატო არ მითხარი რომ ეგრე არ შეიძლება პირდაპირ საჭესთან დაждდომად. მამაჩემო მითხრა მაგარი რამე. სხვანაირად ვერ ისწავლიო. შენი პირველი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. მთას დავეჯახე, მთას. მე მეგონა რომ მოუხვიე საკმარისად და აღმოჩნდა ვერ მოუხვიე. მე ვერა ვარ კარგი მამა. რატომ? ვერ ვარ ჩართული ბავშვების აღზრდაში იმ დოზით, რა დოზითაც უნდა ვიყო ჩართული. ასე რომ თამუნა დედაც არის, მამაც არის და აბსოლუტურად ყველაფერი რისთვისაც მადლობა უნდა გადაუხადოთ. მე ძირითადად მევალებოდა ხოლმე ბავშვების რაღაც წრეებზე წაყვანა მაინც. მე ისე დაალაგდა რომ ვატო დამყავდა მარტო კალათბურთზე. როგორ გულშემატკივრობ? მე როგორც ვიცი ძალიან ემოციური ხარ მაშინ. შინელება არის. ეხლა მე მოგიყვები პირველ თამაშზე რომ წავედით რა ხდებოდა. წავედით მე თამარა და ანუკი საგულშემატკივროდ. ანუკი არის პატარა მაგ დროს. ხო და ჩემ მეუღლეს უთხარი რომ ეხლა თუ შეხედე მეთქი რომ მე ცოტა ემოციებს ავყვევი და ყვირილი დავიწყე მეთქი მანიშნე თქო. იგივე თქო უნდა ქონდა ჩემ მეუღლეს ჩემი სამართითაც და მოკლედ ვცდილობთ რომ ეხლა ერთმანეთი გავაკონტროლოთ და უწევ ისმის კივილი. ჩემ ძმას პასი მიეცით. მე უკვე ანუკის ვეღარ ვაკავებდით. უნდა გადაიღო ბავშვების ფეხბურთი ან კალათბურთი და მშობლების რეაქციები. არიან მშობლები, რომლებიც თავის შვილის ასპარეზობის გარდა კიდე სხვებსაც აძლევენ მითითებებს, რომ შენ რო იქიდან გაიხსენი ხოლმე. არიან კიდე მშობლები, განსაკუთრებით ბებიები სხვათა შორის, რომლებიც მწვრთნელებსაც კი აძლევენ ხოლმე შენ გამოცვალე კაცო, გამოცვალე ხო ხედავ რომ დაღლილია რაღაცა. ამ ყველაფერს ხე მე რო ხედავდი ხოლმე მეცინებოდა მე მიკვირდა ზოგი ხას ვარ გადასულად რომ ავლენდამ თავის სპორტულ შესაძლებლობებს, ნუ ეგ ცოტა მაბრაზებდა კიდევაც, მაგრამ აი როგორც კი ჩემ შულს მოუწია უკვე ამ სპორტულ ასპარეზობებში ჩართვა, 100%-ით გავიგე იმ ადამიანებისგან. რატო არ გაყავით პასპორტს? ან არის რამდენიმე მაგარი პასუხი.
მენინსკი, მაშინ პატრონი უნდა ყოლოდა, მუღამი დაუკარგე და ამ ყველაფრის რეალური სურათი ის არის, რომ საკმარისი ნიჭი არ გვეყო არავის, ვინც მაგას ამბობენ. ვიღაცას მართლა შეიძლება მენინსკი დაემართა და მაგიტო ვერ გაყვა, მაგრამ კლასიკა რაც არის, უხდება რა. თან ისე რომ მენინსკი რა. რამე ისეთი არის, რაც არავინ არ იცის შენ შესახებ, აი ესე ფართოდ. კლიპში ვერ ვждები. ეს კლაუსტროფობია, მურტალი რამეა მაგარი რა. მე და ოთარი სადაც დავდივართ ხოლმე სანსტუმრად. ანიკ აბა კითხე ერთი არ მოგიყვა? მირეკავს რომელი სართულია ბიჭო, რომელი სართულია? რომ ერი თქვას რომ აუ იცი რა ქალაქში არა ვარ და მე-9-ს თუ წდება ან მე-8-ს. უი, გავხიდე ხა. უი. რა კარგი. ამოჭერით. იშვიათად გვაქებდნენ ხოლმე ეს მახსოვს და სულ ეკითხებოდი დედაჩემს რაღაცა იმას რაღაც სულელობის გამო როაქებენ შენ მე რატო არ მაქებ დედაჩემ ამითხრა რომ შექებაო არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაკეთებული საქმე ძალიან გულიმწყდება რომ დედა ადრე გარდაიცვალა აი ძალიან მამა კარგად არის მაგრად არის მამა შენიც ჯანზე უნდა იყო ნახდი აულაბრელია და ეამაყება მე მაგალითად სომხური ვისწავლე ბავშვობაში ბარებძეს მონცეს კამაც ფოღ არის მოდი ფოღ რა არის ფული? ფოღ ჭკარა არის ფული არ არის შენც გწოდნია საბაზისო აბა არ კეთილ ქალაქური არანაკლებ მულტიკულტურული ხალხი ვიყავ ხო და ეგ მაგ ხოდა შორის მაგის გამო ძალიან მაგარი არის თბილისი რას ფიქრობ აბა რა იქნება ახლა ჯერ 11-ში მერე 14-ში შენი პროგნოზი ესპანეთთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვფიქრობ თუმცა ყოფილა ფეხბურთის ისტორიაში და მათ შორის საქართველოსაც ჩაუდენია გმირობები და სენსაციები თან იამალი არ ყავთ ეტარია თურქეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ იმ სხვაობით მინიმუმ რა სხვაობითაც ჩვენ თურქეთთან წავაგეთ ან გავაუმჯობესოთ ამის შესაძლებლობა გვაქვს თან თურქეთი კი კაი გუნდია მაგრამ განსაკუთრებით ცუდად თამაშობენ თუ გაუშვეს პირველი გოლი ესპანეთთან დაკავშირებით ძალიან მიჭირს რამე პროგნოზის გაკეთება რა მაგრამ ნუ კალათბურთში თუ მოვუგეთ ფეხბურთში რატო არ უნდა მოვუგოთ მე მგონია რომ მინიმუმ აქ მეორე ადგილის დაკავება შეგვიძლია რა გოგოებთან რომ ზიხარ დილის გადაცემაში ჩვენს ბაბისთან და ნუცასთან მაგარი გოგოები ძალიან თან რა არის იცი არიან ყოჩაღება ფანტასტიკური იუმორი აქვთ კარგად მღერის ბაბი ნუცას გონია რომ კარგად მღერის მე გადაიღეთ აი ჩუმად რომ დაამონტაჟებთ ბაბი რომ დაიწყებს სიმღერას და ნუცა რომ აყვება გოქს გადაღებო არა თქვენ არიცით ხალხო ეგენი რომ 20 კილოები არიან და სიფრიფანები არ ემჩნევათ დილის 10 საათზე ხაშლამით იწყებენ ჩვენ ბუფეტში ჭამას და ნეკნებით და ხალხს გონია რომ ვარჯიშობენ და რაღაცა და აი თქვენი საიდუმლო გაგვაცანით სალატის ფუთლები და რაღაცეებს ეონებიან ხო მინდა რომ შემდეგ სტუმარს დაუტოვო კითხვა მანქანაში რო ჩაჭდა და აი 1-3-4 კილომეტრით რომ მოშორდა სახლს რა დარჩენია ორჯერ მე იმედის დილაში შორტებით მჯდარ ვარ სხვათა შორის ეთერში ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი და საინტერესო საუბრისთვის იმიტომ იმედი მაქვს რომ იმიტომ არ მეუნდები რომ უბრალოდ კარგი ურთიერთობა გინდა რომ დაგჭეს ჩემთან ვახო გაფრინდაშვილი კი ბატონო რომელი და ისა მაყურებელმა არ უცი და ჩვენ რომელი არ ვიცოდით მე-9 სართულზე რო კიბით ამოდი ფეხით ამოდის და არა ლიფტი შენ ჩემთან სტუმრად მოდიხარ ფეხით ამოდიხარ ფეხით ამოვდივარ და ლიფტით ჩავდივარ აი ესეთი ორიგინალური ადამიანი ვარ იქ შუაში დასწავლე გესწვი შენ ლიფტით რატომ ჩადიხარ ისიც თქვი მაშინ ნუ ხო იმიტომ რომ ფეხით ვერ ჩავდივარ ხო რო დაწრება რო დალევს მე ერება არა ვახო არც ლიფტით საერთოდ არ არის და არ ჩადის ხო ლიფტი ვახო ფეხით ამოვიდა კი ბატონო ფეხითაც ჩავიდე ფეხითაც მე ბათუმში ვარ ასული 24 სართულზე ფეხით ხარ თვინე ასული 24-ზე მე ვარ 21-ზე
მოგიგე. სამი ქულით მოგიგე. კარგი იყო, მოკლედ, მადლობა, ხო? წარმატებებს გისურვებ, ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა. ხვალე გოგოებმა თუ არ გამპუტეს, კარგი იქნება. გოგონებს რაც შეეხება, კი, არაფერი ხომს ხაშლამით იწყება. დილა იწყება ხაშლამით, მწვადებით, აი ესეთი მძიმე კარგად საკვები. ვიწყებ. ნუცას განსაკუთრებით უყვარს. განსაკუთრებით შევხედოთ ხო, ეს გაპუტული თუ იქნება. არა, არც მალავს ახლა, რატო? კარგი ჭამა, ახლა ყველას უყვარს. მე უფრო სიმღერაზე ვნერვიულ. ხო. ხერა სიმღერაც იცი. ამიტომ უნდა იფიქრო სანამ რაღაცა. კარგი, მარტო შენ რო არ დარჩი ამ ყველაფერთან, ნუცას გონია რომ ღერის. არა, კარგად ღერის. კარგი ეხრავს, თქვი კარგი, მოვიკითხოთ ნუცა და ბაბი. შეხვალ სახში უნდა იყო. დიახ, და განვაგრძოთ ხო, თარ, შენი ჯერ